ძალიან განსხვავებული სურათი იყო მსოფლიოში. ამ პერიოდში სახელმწიფოები როგორც წესი არ არსებობენ, მაგრამ არსებობენ ხალხები, ტომები, რაც გინდათ ის და ენები და ერთ-ერთი ასეთი ხალხთა კრებული, რომელსაც გარკვეული რაოდენობა ხალხის ატარებდა, იყვნენ ეგრეთ წოდებული ინდოევროპელები. აი შავგურემანი ინდოელები არიან ის მოსახლეობა, რომელიც მათ დახვდათ იქ ამათ ეძახიან დრავიდებს. და მართლაც კიროსი იწყებს ომს. 553 წელს დაიწყო აჯანყება. სპარსელები აჯანყდნენ მიდიელებს წინააღმდეგ. მარც ხდება ასტიაკი. კიროსი შედის და აიღებს ეკბატანას. ბაბუამისის ქალაქს, დედამისი, თავის დედულს. ასე გახდა კიროსი სპარსელების და მიდიელების მეფე. კიროსი იწყებს დიდ ექსპანსიას. იპყრობს ირკანიას, არახოსიას, პართიაც დაემორჩილა. ანუ ჯერ გადმოიბარა მიდიის მემკვიდრეობა და მერე ამას ამატებს რა. მაგრამ კიროსი თავს იცავს, იმიტომ ხალისი ამან გადალახა. ბრძოლა მიდის, დამთავრდა ფრედ. კიროსი გადმოლახა ხალისი და დაიძრა იმ გლურით მიადგა სარდეს რა. მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა ბაბილონი. 529 წელს მის მიადგა ბაბილონს. ერთი ვერსია რომ თვითონ არ მონაწილეობდა. ბაბილონელებმა ძალიან პოზიტიურად ერთი ვერსიით არის რომ კარი ებრაელებმა გაუხეს. სპარსელებს, იმიტომ რომ ბაბილონის აღება ძალიან რთული იყო. მაშინდელი კულტურული და ცნობილი სამყაროს სულ ცოტა ნახევარი შედიოდა სპარსეთში. კიროსი ძალიან პოპულარული იყო. თომას ჯეფერსონი მაგალითად აღიარებდა, რომ მან შექმნა პირველი იმპერია ადამიანური სახით. მოგესალმებით ყველას, მე გიორგი თარგამაძე ვარ, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხს. აქვე ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მზარდი ინტერესისთვის და გთხოვოთ გამოიწეროთ ეს არხი, გაუზიაროთ თქვენს ნაცნობებს, მეგობრებს, დაგვეხმაროთ თავად ამ არხის პოპულარიზებაში, იმ ცოდნის კიდევ უფრო ფართო და უკეთესად გაზიარებაში, რომლის მოტანასაც ამ გადაცემათა ციკლი ჩვენ ვცდილობთ ქართულ ენოვანი მსმენელისა და მაყურებლისთვის. გადაცემათა ციკლი კი ეძღვნება მოგზაურობას წარსულში. ამ საქმეში ძალიან გვეხმარება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე, სწორედ მისი დამსახურება მსოფლიო ისტორიაზე, ცივილიზაციებზე, კაცობრიობის ჩამოყალიბებისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ასეთი სიღრმისეული და კონტექსტური ცოდნის გადაცემა. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს ფოკუსს, ეს უკავშირდება ახალ ჯგუფს, ასე თქვათ, ლექციათა ახალ ჯგუფს, ახალ ციკლს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აღწეროთ ცივილიზაციათა დაპირისპირების საფუძვლები, შეგვიძლია ასე ვთქვათ, აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დაპირისპირების ისტორია. და ლოგიკურია, რომ ამ ციკლს ვიწყებთ პირველი გლობალური იმპერიით, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ერისთვის მეზობელი და კარგად ნაცნობი და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი სამყოფელი სივრცისა და გარემოს ძველი ირანის აღწერით. გუბას დავიწყოთ და ორი სიტყვით აღწეროთ კიდეც გადაცემათა ამ ციკლის მნიშვნელობა მისი შინაარს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ დიდი ყურადღებისათვის, რასაც იჩენთ ჩვენი ახლად შობილი პროექტის მიმართ. მადლობელი ვარ ინტერესით, კომენტებით, რომელიც უკიდურესად პოზიტიურია და ეს თქვენი დამსახურებაა პირველ რიგში, იმიტომ რომ აფასებთ იმის მნიშვნელობას, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს ჭირდება ძალიან სერიოზულად ჭირდება განათლების მიღება, სხვადასხვა საკითხებზე გარკვეული ჩამოყალიბებული აზრის ქონა და აზრი რომ ჩამოგიყალიბდეს, ამათ თუ იმ მოვლენაზე გარკვეულ ინფორმაციასაც უნდა ფლობდე. ამიტომ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, დიდი მადლობა სმენისთვის და ასევე არის ძალიან საინტერესო რჩევებიც და ძალიან ბევრი რჩევა არის ესეთი, რომ თქვათ ზოგიერთი საკითხი უფრო კონკრეტულად განვიხილოთ, ხო? მესმის მე თქვენი გულის ნადევი, ბევრი საკითხები ძალიან უცებ გავიარეთ, იმიტომ რომ ძალიან მოცულობითი მასალაა, მაგრამ გარკვეულ საკითხებს ალბათ მე მიუბრუნდებით, აი მაგალითად ახლა როცა
არაბების და ებრაელების დაპირისპირებაზე საუბრობდით, ვფიქრობ, რომ მაგალითად იერუსალიმის ალყაზე, თქვათ, როცა დაეცა იერუსალიმ იმპერატორი ტიტეს დროს, ის ცალკე ლექციათაც შეიძლება ჩავატაროთ, ხო, ცალკე ლექციის სახე მივცეთ. ბევრი საკითხებია ასეთი, ხო, იგივე ისლამთან დაკავშირებით, იგივე მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრეებთან დაკავშირებით, ხო, ხალიფატის ისტორიასთან დაკავშირებით, მე მიუბრუნდებით აუცილებლად მიუბრუნდებით. ამ ლექციათა ციკლს უკვე ჩვენი მაყურებელი და მსმენელიც ამჩნევს, რომ სისტემატური ხასიათი აქვს, აქვე ინფორმაციული თვალსაზრისით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მათ, რომ ყოველ სამშაბათს დროების YouTube გვერდზე 21 საათზე ახალი ნაწილი იდება ხოლმე ჩვენი გადაცემათა ციკლისა. ისევ გავიმეორებ ჩემს პოზიციას, რომ ამ თხრობის დროს ბევრი რამ არის ლეგენდარული, ბევრი რამ არის დაუდასტურებელი და ბევრი ვერსია არსებობს ამა თუ იმ თქვათ ისტორიულ მოვლენაზე, მაგრამ მე რომ უფრო ინტერესი სახე მივცე ამას თქვენი მხრიდან და თხრობის სახე კონდეს ამას, მე ჩემი არჩევანით, ჩემი სუბიექტური აზრით ერთ ვერსიას მივყვებით, თორემ აქ იმდენი ვერსია და იმდენი ვარიაციები არის, რომ ძალიან ჩავიკარგებით და ფასაც დაკარგავს ეს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ბატონი გუბაზის სუბიექტური გზამკვლევი ობიექტურ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით. რამოდე გუში რა მოხდა, იმაზე არა ვარ შეთანხმებულები და სრული ინფორმაცია არა გვაქვს და 3000-4000 წლის წინ რაც ხდება, იმას შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ რაც ცნობილია ჩვენთვის და მე ვთვლი, რომ ყველაზე უფრო დადასტურებული აი იმ ვერსიას მივყვები, რა თქმა უნდა. უბას რა მნიშვნელობა აქვს იმ თემას, რომელიც ახლა შევარჩიეთ და ორ ნაწილად გაიყოფა თემა, რაზეც ვისაუბრებთ, ძველი ირანი. თემა ეხება დღეს ხედავთ ჩვენ როგორ რთულ სიტუაციაში არის სამყარო, ხედავთ გარკვეულ ცივილიზაციურ დაპირისპირებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პირველად არ ხდება, ამას ძალიან ძველი ფესვები აქვს, რამოდენიმეჯერ იყო გლობალური დაპირისპირება, ცივილიზაციური დაპირისპირება დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის. ამიტომ მინდა რომ აი ეს ციკლი გავიაროთ, მოგზაურობების ციკლი გავიაროთ, როდის დაიწყო ეს ცივილიზაციური დაპირისპირება ამ ორ დიდ გეოპოლიტიკურ, კულტურულ, ცივილიზაციურ ცენტრებს შორის, რასაც დასავლეთ და აღმოსავლეთი ქვია და აქედან გამომდინარე დავიწყოთ სათავეებით. პირველი როდის მოხდა ეს დიდი კონფლიქტი. რა თქმა უნდა, დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის მარტო კონფლიქტი არ ყოფილა, თანაცხოვრებაც, თანამშრომლობაც, ურთიერთცივილიზაციური გაცვლებიც, კულტურული გაცვლებიც ყოფილა, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ურთიერთობები გადაიზრდებოდა ხოლმე ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში. ამიტომ დავიწყოთ პირველი დასავლეთისა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის პირველი დაპირისპირება. ორი ნაწილი ექნება ამას, პირველი იქნება მხარეების შეფასება, რომელი მხარე ომობს, რომელი მხარე იბრძვის და მე ეს გაგრძელდება, ეს მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს პირველი დაპირისპირება გაგრძელდა და ალბათ მე ვფიქრობ, სადღაც 7-8 ლექციის კურსი დაგვჭირდება, საკმაოდ მოცულობითი იქნება, აქ შევა ძალიან დიდი ისტორიული მოვლენები, რასაც ქვია ბერძენ-სპარსელთა ომები, პელოპონესის ომი, ალექსანდრე მაკედონელი და მისი ლაშქრობები, მისი მემკვიდრეობა და ასე შემდეგ. დიდი თემა არის ძალიან და ცოტა გათამამებასაც აქვს აქ ჩემი მხრიდან ადგილი, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული თემატიკაა, ფაქტიურად ჩათვალეთ ძველი ანტიკური სამყაროს მოცულობის 1/3 იქნება ეს ჩვენი მოგზაურობათა კურსი. დავიწყოთ. პირველი მხარე, რომელიც ჩვენ უნდა განვეხილოთ, ერთი მხარე აღმოსავლეთიდან, ეს არის ძველი სპარსეთი, ძველი ირანი. დავიწყოთ უძველესი დროიდან. ახლა დღევანდელი უпроსტად გეოგრაფიით დავიწყოთ, დღევანდელი ირანი ვიცი, ჩვენ საკმაოდ დიდი ტერიტორია არის, დიდარი არის თავისი წიაღისეულით, ძალიან მრავალფეროვანი არის, ეკვრის ზღვები, სამხრეთიდან არის სპარსეთის ყურე, არაბეთის ზღვა, ჩრდილოეთიდან არის
კასპიის ზღვა, რომელსაც თვითონ ირანელები ხაზართა ზღვას ეძახიან დღესაც, ესეც საგულისხმოა. დიდია ეს, დიდი მოცულობის ქვეყანაა, უმდიდრესი ყველაფრით, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა, მარადიული პრობლემა ირანის, უწყლობა. წყლის პრობლემა ქონდა ყოველთვის ირანს. ვინ არიან ირანელები? საიდან მოდის ეს ხალხი? მათი ფესვები საიდან არის? დაახლოებით 5-6 წლის წინ ძალიან განსხვავებული სურათი იყო მსოფლიოში. ამ პერიოდში სახელმწიფოები როგორც წესი არ არსებობენ, ძვირფასო მეგობრებო, ეს ძალიან დიდი ხნის წინ ხდება, მაგრამ არსებობენ ხალხები, ტომები, რაც გინდათ ის და ენები. და ერთ-ერთი ასეთი ხალხთა კრებული ენა, თქვათ ასე დავარქვათ, რომელსაც გარკვეული რაოდენობა ხალხის ატარებდა, იყვნენ ეგრეთ წოდებული ინდოევროპელები, 5-6 წლის წინ. რატომ ქვიათ ინდოევროპელები? ცოტა უცნაური სახელია, ხო, ინდოევროპელები. ჩვენ თავის არ ვიცით ისინი თავის თავს რას ეძახოდნენ, თავის ენას რას ეძახოდნენ, ამიტომ ეს სამეცნიერო ტერმინია. და დაერქვა იმის გამო, რომ ამ ხალხის შთამომავლები და ამ ენის მატარებელი ხალხები ისე გავრცელდნენ და იმხელა მასივი მოიცვეს, რომ ინდოეთიდან ევროპამდე არის მოცული ამ ხალხების და ამ ენის მემკვიდრე ენების მატარებლები. დღეს რომ თქვათ, ინდოევროპული ენების მატარებელი ხალხების რიცხვი საერთო ჯამში დაახლოებით 3 მილიარდია. ისეთი ენები მაგალითად ახლა როგორც ინგლისურია, გერმანული, რუსული, ჰინდი, სპარსული, სომხური, თქვათ ირლანდიური, ესპანური, ლათინური, ბერძნული, ბევრი, ძალიან ბევრი ენა, ესენი მონათესავე ენები არის. ქართული არ ფიგურირებს. ქართული არა, ჩვენ ცალკე ვართ. ამიტომ მე გიორგისთან ერთად მოვილაპარაკე, რომ ერთი ლექცია ჩვენ გავაკეთოთ ენების წარმოშვება, საიდან მოდიან ენები და ამ ენათა კლასიფიცირება, იმიტომ რომ გარკვეული ენები ერთმანეთის ნათესავები არიან, მაგრამ არიან ენები, რომლებიც არავის ნათესავები, იზოლატებს ეძახიან ასეთებს. ჩვენს ენებს, ანუ ქართველურ ენებს, სადაც შედის ქართული, სვანური, ლაზური და მეგრული, ხო? ეს როგორც ჩანს ხვებიც იყო, რომელიც დაკარგულია, ხო? ეს ერთი ფუძენიდან მოდის ყველა. ისე როგორც ინდოევროპული ენა. ინდოევროპულმა ხალხმა, ინდოევროპელებმა დაშლა დაიწყეს დაახლოებით 5000 წლის წინ და დაიწყეს გაშლა. მათი წინარე სამშობლო დღემდე არ არის ცნობილი, სად იყო. რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსია არსებობს, რომ ეს არის ცენტრალური აზიის ჩრდილოეთი ნაწილი. იქ არის მათი წინა სამშობლო, პროტოსამშობლო. მეორე ვერსია უფრო გავრცელებული, ყველაზე მეტად არის, რომ მათი წინარე სამშობლო არის დუნაიდან ვოლგამდე. ანუ დღევანდელი მოლდავეთი, უკრაინა, სამხრეთ რუსეთის სტეპები. იქ არის მათი წინარე სამშობლო, ხო? ცენტრი, ბირთვი უკრაინის დღევანდელი ტერიტორია. არის მესამე განსაკუთრებით ქართველი დიდი მეცნიერის გამყრელიძის მიერ, გამყრელიძის და ივანოვის მიერ შექმნილი ვერსია, რომ მცირე აზიულია. ანუ დღევანდელი ქურთისტანის მთებში წარმოიშვა. წინი აზიურია, მცირე აზიულია, ჩვენგან არც თუ ისე შორს, ჩვენ წინაპრებს ქართველური ტომების სამხრეთით ცხოვრობდნენ ესენი და იქიდან დაიწყეს გაშლა. მაგრამ მაინც ყველაზე უფრო მდგრადი ვერსია არის ევროპიდან, ანუ უკრაინის, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიიდან გაიშალა. წავიდნენ დასავლეთით და წამოვიდნენ აღმოსავლეთით. აღმოსავლეთით წამოვიდა დიდი ნაკადი და დაიკავეს ცენტრალური აზიის სტეპები, მომთაბარეობენ ესენი, საკმაოდ აგრესიული მოდგმა არის ხალხისა. ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც ხვდება ადგილზე, ან იმორჩილებენ, ან ანადგურებენ. თუ იმორჩილებენ, მერე ათქვეფა ხდება მათი და ინდოევროპული ენები დომინირებული ხდებიან ამ რეგიონში. და ერთ-ერთი პირველი დიდი რეგიონი, რომელიც მათ აითვისეს, ეს იყო ცენტრალური აზია. მაგრამ დაახლოებით 3000, 3200, შეიძლება 3500 წლის წინაც ისინი უკვე ჩნდებიან დღევანდელი ირანის ტერიტორიას. ეს ინდოევროპელები თვითონ ეს ოჯახი არის, მაგრამ ეს ოჯახი ჯგუფებად იწყება.
იყოფა და ერთ-ერთი ჯგუფს ქვია ინდო-არიული უკვე. ეს არიული სიტყვა არ შეგაშინოთ, ფაშისტები თავის დროზე ამას იყენებდნენ, სხვათა შორის გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში მე-20 საუკუნეში ინდოევროპელებს ეძახიან ინდოგერმანელებს, ინდოგერმანიში ასე ეძახიან. გავრცელებული იყო ეს სხვათა შორის ეს ტერმინი. ინდო-არიელები ჩნდებიან ესე იგი ირანის ტერიტორიაზე, მაგრამ საიდან შედიან იქა? თუ თქვათ ევროპიდან წამოვიდნენ, საიდან შედიან, ამას გამართი მიდის. არის ერთი ვერსია, რომ კასპიის ზღვას ჩამოუყვნენ და დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიარეს და ისე შევიდნენ ირანის ტერიტორიაზე. მეორე ვერსია არის, რომ ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვას სწრედ არტყეს და იქიდან შევიდნენ ირანის ტერიტორიაზე და გაიყვნენ ორად. ერთი წამოვიდა და ირანში დასახლდა, მეორე ნაწილი წავიდა და ინდოეთში ინდო-არიელების, ანუ დღესაც ეძახიან არიული ენები, ხო, მაგალითად ინდოელებს თუ ნახავთ თქვენ დღევანდელ გარეგნულათაც განსხვავდებიან, ზოგი უფრო შედარებით თეთრია ფერქვთალი, ზოგი უფრო შავგვრემანი. აი შავგვრემანი ინდოელები არიან ის მოსახლეობა, რომელიც მათ დახვდათ იქ, ამათ ეძახიან დრავიდებს. ესენი დრავიდული მოსახლეობა უფრო ინდოეთის სამხრეთში, იმიტომ არიელების ექსპანსიის მერე ჩაიჩოჩნენ და სამხრეთში არიან უმეტესწილად. ახლა დრავიდები. ისინი უფრო განსხვავდებიან ინდოელები. ალბათ ფილმებში შეგიტყვიათ, ხო? მაგალითად ინდოელი მსახიობების უმრავლესობა როგორც ერთ არიელები არის. მაგრამ აი იქ რაღაცა მასობრივ იმაშია, ცეკვები და სიმღერები, იქ ნახავთ ძალიან შავგვრემან ადამიანს, აი ისინი დრავიდები არიან. ინდოეთში ბევრი ენა არის, ბევრი ხალხი არის, მაგრამ ორი რასა. დრავიდები სამხრეთში და ჩრდილოეთში არიელები. ხო? მაგრამ ახლა ინდოელებს თავი დავარნებოთ. დაახლოებით პირველად აი წყაროებში ირანელები. აი ეს ნაწილი, რომელიც ირანში, ინდოირანისა არიელები, რომლებიც ირანში დასახლდნენ, ჩნდებიან დაახლოებით 3000 წლის წინ და ასურულ წყაროებში უკვე წერილობით წყაროებში ჩნდება ტერმინი გეოგრაფიული, ეთნიკური, პოლიტიკური, რაც გინდათ ის დაარქვით, მადა. ეს არის მე-9 საუკუნე, ანუ 2900 წლის წინ, დაახლოებით 3000 წლის წინ. ეს ინდოევროპული ტომი, რომელიც ირანში დასახლდა, მერე 4 დიდ ნაკადად ჩამოყალიბდა და მერე ისტორიაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მონაცვლეობით ჰეგემონი ხდებოდა. მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთში გაძლიერდნენ მიდიელების ტომი. არის სერიოზული, თქვათ, საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, რომ ესენი დღევანდელი ქურთების წინაპრები არიან. მიდიელები. სამხრეთ ირანში გამოჩნდნენ სპარსები. რასაც ჩვენ ვეძახით უკვე მთელი ირანულ სამყაროს. ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე გაძლიერდნენ პართების ტომი, ანუ ძველი პართია გაგვიგია ასე. ხოლო აღმოსავლეთ ირანში ესენი არიან ბაქტრიელები. ანუ მივიღეთ 4 დიდი ნაკადი ამ ირანული მოდგმის, საერთო ირანული მოდგმის ტომებისა. ეს არის სპარსელები, მიდიელები, პართიელები, ანუ პართები და ბაქტრიელები, ანუ ბაქტრები. დაახლოებით ჩვენ რო ვართ აი ასე რა ქართველები ხო შევდგებით კახელებისგან, იმერლებისგან, მეგრელებისგან, სვანები ასე შემდეგ. აი ასე ყველანი ინდოელები, ირანელები არიან, მაგრამ ტომობრივი სხვაობა აქვთ. ენა ერთი აქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა ძლიერი დიალექტებით. და სწორედ მე-9 საუკუნიდან ჩანან უკვე ისინი და განსაკუთრებით უკვე პოლიტიკურს თვალსაწიერში შემოდიან გვახსოვს ჩვენ ასურეთის იმპერიიდან გამოდის უკვე სარგონ მეორის დროს ჩანს უკვე ასეთი ტერმინი სხვადასხვა სახელით მოიხსენებენ სხვადასხვა ხალხები მაგალითად მადა, მიდია, მადაია მარასტანს ეძახიან სომხები სხვათა შორის სომხურ წყაროებში გვიანდელში არის ეს ტერმინი მარასტანი ხო ანუ ქვეყანა მიდია და როგორც ბერძნები ეძახიან და როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში არის მიღებული და ვთქვათ მიდიელები ჩანან უკვე სარგონის დროს და პირველი მეფე რომელმაც
კონსოლიდაცია მოახდინა მიდიური ტომების არის დეიოკი. მანამდე ესენი არიან უმძიმეს მდგომარეობაში ყავთ ასურელებს. ასურეთს ერთო ძალიან აგრესიული იმპერია იყო, რეგიონალური იმპერია იყო, მაგრამ ძალიან აგრესიული და აი ჩვენს წინა ლექციებში როცა საუბრობდით ებრაელების განთესვაზე, ხო, როგორც მოექცნენ ებრაელებს თქვა ჯერ იგივე სარგონ მეორე, მერე ნაბუქოდონოსორი, ხო, ასე ექცეოდნენ მეზობლებს. ეს იყო დაუნდობელი სისხლიანი იმპერია, რომელიც იდგა მარტო ძალადობაზე, შიშზე, ტერორზე. და ეს მიდიელები პერიოდულად განიცდიდნენ ძალიან სერიოზულ ზეწოლას ასურელებისგან, რამოდენიმეჯერ ლაშქრობებიც მოაწყეს, ტყვეთაც აყარეს, გადაასახლეს, ეს გადასახლება ასურული წესი. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ხედავთ, რომ უკვე დეიოკის დროს ესენი ასე დაშლილი და არაორგანიზებულები არ არიან. უკვე არის რაღაცა კონგლომერატი ტომების. დეიოკის დროს. მაგრამ განსაკუთრებით ძლიერდებიან უკვე მეფე კიაქსარის დროს. ეს არის, დეიოკს ყავდა 7 ფრაორტი, დიდად არ გამოირჩეოდა ახლა და ფრაორტის ძე, ანუ დეიოკის შვილიშვილი, ეს არის კიაქსარი. კიაქსარი კი მართლა არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური სამხედრო მოღვაწე. მან მოახდინა სრული კონსოლიდაცია მიდიური ტომების და ჩამოაყალიბა ძლიერი მიდიური სახელმწიფო, რომელიც თავის შინაარსით იყო ასურეთის საწინააღმდეგოდ შექმნილი. კიაქსარი ოცნებობს აიღოს ის სისხლი და გადაუხადოს იმ უბედურებებისთვის, რაც აქამდე ასურელები აწყობდნენ და მას აქვს ძალიან დიდი გეგმები ასურეთის წინააღმდეგ. მაგრამ მას სჭირდება მოკავშირე. ის მარტო ასურეთს ვერ მოერევა და ესეთი მოკავშირე ჩდება ნაბოპალასარის სახით, ეს არის ბაბილონის მეფე, ახალი ბაბილონის მეფე და ბაბილონელები და მიდიელები კრავენ კავშირს, სამხედრო კავშირს ასურეთის წინააღმდეგ. და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რამოდენიმე ოპერაცია დაჭირდათ. უფრო ჩანს, რომ ორი ლაშქრობა იყო, მერე გარკვეული პრობლემები კიაქსარს შეექმნა სკვითებთან და დროებით გადაიდო ესა. სკვითების მოსაგერიებელი დრო, სკვითები შემოიჭრენ ამ დროს და სკვითების მოგერიებას მოანდომა გარკვეული დრო, მაგრამ მერე საბოლოო ჯამში 612 წელს ბაბილონელებისა, ნაბოპალასარისა და კიაქსარის ჯარები მიადგნენ ნინევიას. ასურეთის, ბოროტი ასურეთის დედაქალაქს, ასე ეძახოდნენ. ასურეთს ჰქონდა დაგროვილი ძალიან ბევრი სიძულვილი იყო ასურეთის მეზობლებში. არავის არ უყვარდათ ასურელები. არც მეზობლებს, არც ახლოს, არც შორებელს. ასურეთი იყო ძალიან აგრესიული და დაუნდობელი ქვეყანა. ამიტომ 612 წელს კიაქსარმა და ნაბოპალასარმა აიღეს ნინევია და დაანგრიეს, დააქცეს, მოთხარეს, გაანადგურეს ასურეთის იმპერია დაიღუპა. როგორ გაიყვეს ახლა მემკვიდრეობა? პირობა იყო ასეთი, რომ მოძრავ ქონებას წაიღებს კიაქსარი, ანუ რასაც გაზიდავენ. ხოლო უძრავი ქონება, ანუ ქალაქები და მიწები დარჩება ბაბილონს, ნაბოპალასარს. მათ დინასტიური ქორწილით შეკრეს და ნაბოპალასარის ძემ ნაბუქოდონოსორ მეორემ გაგახსენებთ, რომელმაც იერუსალიმი აიღო. ნაბოპალასარის ძემ ნაბუქოდონოსორმა იქორწინა კიაქსარის ქალიშვილზე ამიტისას. სწორედ ეს ის ამიტისა, რომელზედაც მე გავრცელებულია ხმა, რომ სემირამიდას ბაღები. სემირამიდა არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ამიტისა, როცა გახდა ბაბილონის დედოფალი, მისმა მოყვარულმა ქმარმა, ნაბუქოდონოსორმა, მიდია ტყიანი და მთიანი ქვეყანა იყო. ირანში ერთადერთი მხარე, სადაც მდინარეებია, ტყეებია, მდელოებია, ეს იყო მიდია. დღევანდელი სხვათა შორის სამხრეთ აზერბაიჯანი, რაც არის ირანში, ხო? მაშინ ახლა ეს მიდიელები
ცხოვრობდნენ იქა და თავის საყვარელ ცოლს, რომელსაც ენატრებოდა თავისი მწვანე სამშობლო, აუშენა ეს ბაღები. აქედან მოდის. ხო, ეს კოშკებად რო ააშენ, დაკიდებული ბაღი რატო ქვია, იმიტომ რომ კონტაქტი არ ჰქონდა მიწასთან. ტერასებზე იყო გაშენებული ეს. აგონებდა თავის ტკბილ სამშობლო მიდიას, ამეტისას დედოფალს. ხო, ეს მეგობრობა, რა თქმა უნდა, იყო, შედეგი გამოიღო, თავარი მტერი მათ მოიშორეს. რა თქმა უნდა, და მერე უკვე იწყება კიაქსარი იწყებს გაფართოებას. მიდიის გაფართოებას და მიდია ფართოვდება, კერძოდ იპყრობენ სომხეთს, იპყრობენ კაბადოკიასაც. სამხრეთში ისინი იპყრობენ, ხო საინტერესო არის გამოგვრჩა ჩვენ აუცილებლად ეს გამოუსწორებელი შეცდომა, სანამდე ირანელები გამოჩნდებიან, ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ხალხი ელამიტები. ძალიან ძველი ხალხია, დაახლოებით 5000 წლის ისტორია აქვთ. ეს ელამიტები არიან, მათი ენა წაკითხულია, გაშიფრულია, თავის დამწერლობა ჰქონდათ და ყველაზე უფრო მეტ გენეტიკურ კავშირს აიჩენენ იმ დრავიდებთან, ინდოეთში რო ცხოვრობენ. გარეგნულადაც აი რო ნახოთ ახლა გრავიურები, ბარელიეფები, ელამიტები უფრო მუქები არიან. და მათ ისინი ბატონობენ ორ ქალაქში, შუშანში და ანშანში. ორი ქალაქი არის მათი, ხო? და მათ აქვთ გარკვეული ურთიერთობაც, მტრობაც, მოყრობაც, ურთიერთობა აქვთ ბაბილონთანაც, ასურეთთანაც. მაგრამ მე როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ასტიაკზე, ხო, ასტიაკმა დაიმორჩილა ელამი. ელამი დაიკავა და გახდა ანშანის მეფე. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მანამდე, სანამდე მიდიელები დაიკავებდნენ, მანამდე სპარსელებმა დაიკავეს უკვე ელამი. აი მეორე ტომმა, მიდიელები, სპარსელები, პართელები, ბაქტრიელები, ხო? სამხრეთში, მიდიიდან სამხრეთში ცხოვრობენ მეორე დიდი ირანული ხალხი, სპარსელები. მიდიელებმა უკვე სპარსელების მიერ დაკავებული ელამი დაიკავეს და სპარსელებიც დაიმორჩილეს. მიდიის აღმოსავლეთ საზღვარი დაუდგენელია, ითვლება რომ პართელებიც დაიმორჩილეს, მაგრამ უფრო შორს ვეღარ წავიდნენ. მაგრამ დასავლეთით ჰქონდათ სერიოზული ექსპანსია და გავიდნენ, დაიკავეს სომხეთი, დაიკავეს კაბადოკია, მაგრამ დასავლეთში მათ ისინი გადაეყარნენ უკვე ძალიან სერიოზულ მოწინააღმდეგეს. ეს არის ლიდიის სამეფო. ვინ არიან ლიდიელები? გახსოვთ ჩვენ პირველ ლექციაში ვსწავლობდით ზღვის ხალხებს. ვისაუბრეთ ზღვის ხალხები, რომლებიც ევროპიდან გადმოვიდნენ და დააქციეს, დაანგრიეს ყველაფერი და მე რამზეს მესამემ გააჩერა ისინი, ხო? ლიდიელები არიან აი ამათი შთამომავლები. იმიტომ რომ გენეტიკური და ენობრივი კავშირი აქვთ აი ეგეოსის ზღვის ხალხებთან. და გარდა ამისა, სარდინიის მკვიდრებთან, ეტრუსკებთან. არის თეორია, რომ ეტრუსკები და ლიდიელები ერთი ფესვების არის. ეტრუსკები ვიცით, ხო, იტალიაში მაცხოვრებელი ხალხი იყო, ხო? ანუ ეს არის პროდუქტი ზღვის ხალხების გადასახლების, საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო, იმდენად ძლიერია, რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორია რო ავიღოთ, ამ მცირე აზია, ანატოლია, ხო, მის ნახევარი უკავიათ დასავლეთი ნაწილი და იმორჩილებენ სხვათა შორის იმასაც რა ქვია, ბერძნულ ქალაქებს იონიაში. ბერძნები ცხოვრობენ, მე ამაზე ვისაუბრებ, ჩვენ ბერძნები იყვნენ განსახლებული სამ გეოგრაფიულ არეალში. ერთი იყო ევროპის კონტინენტური საბერძნეთი, რაც დღეს საბერძნეთია, იყო კუნძულების საბერძნეთი და იყო მცირე აზიელი ბერძნები. მცირე აზიელი ბერძნებს ეძახიან იონიელ ბერძნებს. ბერძნები საერთოდ სამი გვარტომიდან შედგებოდნენ. იონიელები, ეოლიელები და დორიელები. თუმცა მცირე აზიაში გარდა იონიელი ბერძნებისა ცხოვრობენ ასევე ეოლიელი ბერძნები. ან ზღვის სანაპირო უკავიათ მათ. ისეთ სახელოვანი ქალაქები, როგორც არის ფოკეა, როგორც არის მილეთი. ხო? მილეთი უდიდესი ქალაქია.
გრანდიოზული ქალაქი იყო. ესენი არიან ძლიერი სავაჭრო ქალაქები, ძლიერი ფლოტით, საზღვაო ქალაქები არიან. აი ლიდია იმორჩილებს, ახლა შეერთებით არის ერთებს, მაგრამ გარკვეულ ვასალიტეტში აქცევს და ხარკში ხდიან ისინი ლიდიის ჯარში მსახურობენ, ბერძნული გემებს იყენებენ საზღვაო თქვათ ექსპედიციებში, ასე ლიდიის ყმები არიან. გარდაუვალი გახდა ლიდიისა და მიდიის დაპირისპირება. და 586 წელს მოხდა 85 წელს 28 მაისს აი თარიღი რა საინტერესოა ხო ახლა მე ვამბობ წელს ვამბობ თარიღს მოხდა მათი შეტაკება მდინარე ჰალისზე ეს არის დღევანდელი თურქეთის კიზილ ირმაკი რომელიც რო ნახოთ რუკაზე ეს დიდი მდინარეა თურქეთს ყოფს ორ ნაწილად იქ მოხდა მათი შეტაკება და ბრძოლის დროს მოხდა მზის დაბნელება 28 მაისს და ორივე მხარემ ლიდიელებმაც და მიდიელებმაც ჩათვალეს რომ ღმერთები გაწყდნენ შეწყვიტეს ბრძოლა დადეს ხელშეკრულება მდინარე ჰალესის აღმოსავლეთ დარჩნენ მიდიელები და მათი გავლენა ანუ კაბადოკია დარჩათ მიდიელებს ხოლო მდინარე ჰალესის დასავლეთით დარჩათ ლიდიელებს ახლა საიდან ვიცით ეს თარიღი ჩვენ ეს მზის დაბნელება რამოდენიმე წლით ადრე იწინასწარმეტყველა თალეს მილეთელმა თალეს ქონდა ეს ნათქვა მილეთელი ანუ იმ ქალაქ მილეთიდან ბერძენი ხო აქედან ძვირფასო მეგობრებო აი დასკვნა გამოვიტანოთ ხო როგორი სხვაობა არის დასავლეთ ცივილიზაციასა და აღმოსავლეთ ცივილიზაციას შორის აი პრინციპული აი ფესვებში სხვაობა იქ ღვთის რისხვა ჩათვალეს ლიდიელებმაც და მიდიელებმა ორი დიდი იმპერია კულტურული მაღალ განვითარებული მაგრამ ღვთის რისხვა ჩაითვალა ხოლო დასავლეთის ცივილიზაციის წარმომადგენელმა ბერძენმა თალეს მილეტელმა ეს იწინასწარმეტყველა რომ მზის დაბნელება იქნებოდა აი ეს სხვაობა და როცა არის ლაპარაკი ხო რომელი ჯობია აზრი გონება განათლება ლოგიკა ხო როგორი სხვაობა არის ამას ჩანს ეს რა თქმა უნდა ნუ ჰალესის ბრძოლა დამთავრდა გაიყვეს ეს თქვათ გავლენა მცირე აზია გაიყვეს შუაში და მე მალე კვდება უკვე კიაქსარი დიდი მეფე მიდის და აღწიადის მის შვილი ასტიაკი 585 წელს რომელიც აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ახლა რასაც მივამდექით მიდიის მეფე დიდი მართველი დამორჩილებული ყავთ სპარსეთი პართია კაბადოკია სომხეთი თქვათ ნახევარი ანატოლია დიდი იმპერია უკვე რეგიონალური იმპერია ახლა უკვე ლეგენდარულ ამბებში გადავდივართ ახლა უმეტესი ნაწილი ჩვენ ბერძნებისგან ვიცით ახლა უფრო ჰეროდოტესგან ვიცით ეს ამბები ასტიაკი ნახულობს სიზმარს დავიწყოთ ახლა ლეგენდები რომელიც ფაქტოლოგიით მყარდება ახლა სიზმარი არ ვიცით მაგრამ მე რაც ხდება ეს ფაქტოლოგიით მყარდება ბერძნული წყაროებითაც ბაბილონური წყაროებითაც და ასე შემდეგ მე თითქოს ასტიაკი ნახულობს სურათს მას ხავს ქალიშვილი მანდანა რომელიც უკაცრავად და სიზმარში ნახულობს ეს რომ მანდანა მოშარდავს და იმდენს მოშარდავს რომ მთელ აზიას დატბორავს ასტიაკმა გაიღვიძა ნუ კოშმარია მისთვის დაუძახა მოგვებს მოგვები ვინ არიან რელიგიური ფიგურები მოგვებს საერთოდ მიდიური ტომი იყო რომელიც რელიგიური განხრით იყვნენ სპეციალიზებული და კითხეს რომ რას ნიშნავს ეს მოგვებმა უთხრეს რომ შენი შვილი გააჩენს ბიჭს რომელიც წაგართმევს ხელისუფლებას და ის გამეფდება და აზიაში გამეფდება თავს არ დაეცა ამას და მიიღო გადაწყვეტილება რომ რახან ტახტის მემკვიდრე ბიჭი არ აყავს ამას ხო ასტიაკს რახან ტახტში შეიძლება შეეცილოს ამიტომ გადაწყვიტა რომ თავის ქალიშვილი
მანდანა უნდა გაათხოვოს სპარსელზე, ანუ დამორჩილებულზე, ანუ ყმაზე. მიდიელს არ უნდა გააყოლოს. იმიტომ მიდიელს თუ გააყოლა, შვილი გაჩნდება და იმ მიდიელის მამით და დედით მიდიელმა შეიძლება მისმა შვილიშვილმა დაამხოს. ამიტომ იყო ლოგიკური გადაწყვეტილება, რომ მოდი რა, დაპყრობილი ხალხი სპარსელების მეფეს გავატან ცოლად. და ახლა ყმისგან გაჩენილი როგორ შეიძლება შემეცილოს, გააყოლა კამბის პირველს. სპარსელების მეფეს, რომელიც ყმობაში არიან მიდიელების ქვეშ არიან. ერთი მოდგმა, ერთი სისხლი, ერთ ხორცს, ერთ ენოვან, მაგრამ დამორჩილებულები არიან. მიდიიდან სამხრეთით ცხოვრობენ. მერე ნახულობს ისევ ხო და გაჩნდა ბიჭი, დაიბადა დაარქვეს სახელად კიროსი. მაგრამ მეორე სიზმარს ნახულობს. ამ სიზმარში ნახულობს, რომ მანდანას მუცლიდან, ჭიპიდან ამოდის ვაზი და ისე მოედება ტალავერის სახით, რომ მთელი აზია მის ჭრილში ექცევა, გაუმეორა სიზმარი იმან. გაგიჟდა ამაზე რა. გადაირია, გაგიჟდა და გახდება მეფე გახდება თან სიზმარში ნახ. ხო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეკლა ეს შვილიშვილი და დაავალა იმას ასტიაკს. თავის როგორ ჩანს ნათესავია. მაგრამ ამავე დროს ძალიან გავლენიანი პირი არის მის სამეფო კარზე. უფროსწორად ასტიაკმა დაავალა ჰარპაკს თავის ნათესავს, რომ მოკალი, ბავშვი მოკალი. ჰარპაკმა, ლეგენდა არის ახლა ასეთი, რამოდენიმე ვერსია არის, მაგრამ მაინც მთავარ ვერსიას გახრა. ჰარპაკმა წაიყვანა ბავშვი, გამოიძახა თავისი მწყემსი, სახელად მითრიდატე. თვითონ ვერ გაბედა. ერთი შეეცოდა ბავშვი და მე კიდე იფიქრა კიდევაც, რომ ახლა უფლისწულის, ანუ პრინცესას შვილია, საბოლოო ჯამში შვილიშვილია რა. დაავალა მწყემს, რომ წაიყვანე და მოკალე. დავალება იყო ასეთი, რომ სადმე ბილიკზე დატოვე, შორი ახლოს დადექი, დაელოდე, სანამდე არ მოკდება, რამე ნადირი არ შეჭამს. მითრიდატემ წაიყვანა ეს ბავშვი, მაგრამ თვითონ ყავდა ცოლი ფეხმძიმე. სახელად ერქვა სპაკო მის ცოლს. რა ძველ სპარსულად ნიშნავს ძაღლს. სხვათა შორის რუსულ სიტყვა საბაკა არის ირანულიდან შემოსული. სპაკო. სპაკო ფეხმძიმეთ არა თვითონ აჩენს ბავშვს და მკვდრადშობილი იბადება ბავშვი. და ცოლ-ქმარი ახლა სიუჟეტი უკვე ცხადია. გარდაცვლილ ბავშვს ჩააცვეს ძვირფას ტანსაცმელი, ხოლო თვითონ ეს კიროსი იშვილეს და გაზარდეს როგორც თავის შვილი. მერე ჰარპაკმა კითხა მითრიდატეს, რომ მაჩვენეო ის მოკვდაო ამ ბავშვიო, მაჩვენე მიუყვანა ეს გარდაცვლილი პირმშო. მიუყვანა. გადის 10 წელი და კიროსი წამოიზარდა. და ხდება ასეთი ამბები, ბავშვები თამაშობენ. მათ თავის თანატოლებთან თამაშობს კიროსი და მეფობანა ითამაშეს. ასეთი როგორც ჩანს, დღეში გვიძლია დავარქვა. აირჩიეს მეფე და სახელმწიფოს თამაშობენ და ისე მოხდა, რომ კიროსი ახლა არის ჩვეულებრივი მწყემსის შვილი და თამაშობს მიდიელ და სპარსელ არისტოკრატების შვილებთან ერთად. და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი თამაშის დროს ეს აირჩიონ მეფედ. კიროსი დანიშნეს მეფედ. დაიწყო დაალაგა, იქ ჯარი შექმნა, იქ სახლების მშენებლობა, იქ ისა რაღაცა თამაშობენ რა. და ერთ-ერთი არ დაემორჩილა მის ბრძანებას და გაამათრახებია. ეს ბავშვი აღმოჩნდა გამათრახებული, რეპრესირებული ბავშვი აღმოჩნდა მდიდარი მიდიელის არისტოკრატის შვილი არის და მამამისთან თქვა, რომ აგა გამლახეს, რომ ნაცემ მიიყვანეს ბავშვი გამათრახებული. ამან იჩივლა ასტიაკთან. ასეთი ამბავი მოხდა ვიღაცამ წყემსი შვილმა ბავშვი გამილახავ რა. დაიბარეს, მიიყვანეს კიროსი. ასტიაკმა შეხედა და ყბა ჩამოუვარდა რა. თავისი ორეული დაინახა. მისი შვილიშვილი. ისე გავდა.
კითხა რატო ქენია ეს? იმიტომ რომ ხო შევთანხმდითო რომ მეფე თუ ამერჩიეს. კი მაგრამ რატო ვინ მოგცაო შენ? კაცო ხო შევთანხმდითო ჩვენო. და რო არ დაემორჩილე, ყველა მემორჩილებოდნენ, ყველა თავის საქმეს აკეთებდა. მაგრამ ეს რო არ დაემორჩილო, მე რო არ მინდოდაო დასჯავ, მაგრამ რო არ დამესაჯავ, მე არც ერთი აღარ დამემორჩილებოდა, ამიტომ იძულებული გავხდიო, რომ დამესაჯავ. ნუ შტაბეჭდილება მოახდინა და ხედავს რომ მას აგავს. გააჭრილი ასტიაგია რა. თავის ბავშვობა გაახსენე. გამოიძახა ეს ჰარპაკი. ჰარპაკმა გამოიძახა ეს მითრიდატი. აღიარა ყველაფერი. ამან აქნა ხო და მერე ნახა ეს მეორე სიზმარი რომ აი ვენახი ამოვიდა ჭიპიდან მის ქალიშვილს და მეფე გახდა აზიის, ხო, მაგრამ ისევ დააპირა მოკლა ამის, მაგრამ იმ მოგვებმა უთხრეს, რომ ეს სიზმარიო შენო უკვე აგიხტაო, რომ მეფე გახთაო, აგერო თამაშის დროსო იმეფაო ამან და ამიტომ დაანებეო თავი ბავშვს. ახლა რა თქმა უნდა თვითონაც არ უნდოდა ახლა, რომ ახლა შვილი ასე მოეკლა, ახლა უთხრეს, რომ უკვე ახთა სიზმარი და აგერ იმეფა. საფრთხე აღარ გემუხა. ხო, გაუშვა, განაძევა, ოღონდ წავიდა სპარსეთში მამამისთან. კამბისთან. მიდიიდან გადავიდა სპარსეთში. გადავიდა თავის მამულში. ასე დედულიდან წავიდა მამულში. სპარსელებთან იზრდება უკვე. ასტიაგი როგორ ჩანს, გულბოროტი კაცი ჩანს რა. ეს ყველაფერი ასე ჩაიარა, მაგრამ ნუ ვერ პატიობს ჰარპაკს. როგორ მომატყუილა, როგორ მითხრა რომ მოკლა თავის დროზე. ამიტომ შური იძია ძალიან ძიმედ ჰარპაკზე. ჰარპაკი დაპატიჟა სადილზე, ბახშამზე, ნადიმზე. სხვა მიდიელი არისტოკრატებიც დაპატიჟა. და როცა შემოიტანეს კერძეული, სხვა მიდიელ არისტოკრატებს გაუმასპინდნენ ცხრის ხორცით, თქვათ, საქონლის ხორცით, ხორცეულით. ჰარპაკსაც გაუმასპინძდნენ. მე კითხა, მოგეწონაო კერძია. კიო მომეწონა ძალიან კარგი. ეგო შენი შვილი არის. შვილის ხორცი აჭამა. ჰარპაკს. ასე გვეუბნება ლეგენდა. შეხოთაშორის რამოდენიმე ვერსია ამას ადასტურებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. წყარო. ხო. ნუ ახლა ჰარპაკისთვის ეს იყო კატასტროფა. მაგრამ თავი შეიკავა. და თქვა რომ შენი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, მაგრამ ნუ მტერია უკვე ეს. ამასობაში კიროსი იზრდება. და 559 წელს ის უკვე სპარსელების მეფე ხდება, სპარსელებს, მამამისის ადგილს იკავებს. კი, მიდიის ყმები არიან, მაგრამ სპარსელებში მეფე, ანშანის მეფეა. უკვე. ჰარპაკმა დაიწყო შეთქმულების მოწყობა. ის ხედავს, რომ ერთადერთი მამაკაცი მემკვიდრე ასტიაგის არის, იმას ბიჭი არ აღავს. ანუ დედის მხრიდან ის ტახტის მემკვიდრეა და უგზავნიდა წერილებს. და აგულიანებდა, რომ მიდი, გაბედე, აჯანყდი და ჩვენ მოგეხმარება. როგორც ჩანს, მიდიელებშიც მომხრეები ყავს ჰარპაკს, შეთქმულებას ყავს, მარტო ეს არ არის. და მართლაც კიროსი იწყებს ომს. 553 წელს თუ არ ვცდები, ხო? 553 წელს დაიწყო აჯანყება. სპარსელები აჯანყდნენ მიდიელების წინააღმდეგ. ასტიაგმა გააგზავნა დიდი ჯარი და ამ ჯარს სათავეში ეს ჰარპაკი ჩაუყენა. ბრძოლა მოხდა პასარგადებთან, არის ასეთი ადგილი, მე იქ ქალაქს აარსებს პასარგადი, ეს არის აქემენიდების გვარი არის ამის. აი კიროსის დიდ პაპას, აი უпроსოდ პაპის პაპას ერქვა აქემენი, ამიტომ აქედან მოდის აქემენიდების სპარსეთის მმართველები არიან, ხო? აქემენიდების საგვარეულო ბუდე იყო ეს პასარგადი. ადგილ პასარგადთან ხდება ბრძოლა, იქ რამოდენიმე ვერსია არის, თითქოს ჯერ ისინი იგებენ, მერე ესენი იგებენ, ზოგი ამბობს, რომ ორი ბრძოლა იყო, ზოგი ამბობს, რომ ერთი იყო. საბოლოო ჯამში გადამწყვეტ მომენტში ჰარპაკი გადადის თავის ჯარით კიროსის მხარეს. როგორც ჩანს, ძალიან მომზადებული შეთქმულება იყო, იმიტომ რომ ახლა შუაგულ ბრძოლის ველზე ახლა მიდიელებს ვერ მოუწოდებ, რომ მოდი ამათ მხარეზე გადავიდე. როგორც ჩანს, წინასწარ იყო ეს დაგეგმილი და
მიდიური არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში. ახლა მათთვის კიროსი სამეფო სისხლის არის, დედითის ტახტის მემკვიდრეა. ანდანას შვილია, ხო? და მე ასტიაქს აქვს ცდელობა ეკბატანას მიადგებიან, მიდიის მეფეს მიადგებიან, იქ ახალგაზრდობას და ტოტალურ მობილიზაციას ახლა იქ მოხუცები გამოყავს, იქ არის ერთი ამბავი. ნუ მარც ხდება ასტიაქი. კიროსი შედის და აიღებს ეკბატანას. ბაბუამისის ქალაქს, დედამისი თავის დედულს. ეკბატანა არის მიდიის დედაქალაქი. ადის ტახტზე. მაგრამ ბაბუას როგორ ექცა, ისა კიროსის თვისება დავიმახსოვროთ. ბაბუამის არც კლავს, არც ჯის, არც ციხეში აგდა და გვერდზე იყენებს რა. და მე არის ასეთი ცნობა, რომ ჰირკანიაში გაუშვა სატრაპად. ჰირკანიას რომ დაიპყრობს. თავის სიკვდილით მოკვდა ასტიაკი, მე აღარ აჩენს ასტიაკი, მაგრამ დიდ პატივში ყავდა. ასე გახდა კიროსი სპარსელების და მიდიელების მეფე და მან შექმნა ასეთი სიტუაცია, დუალისტური სახელმწიფო შექმნა. ავსტრია-უნგრეთი გააკეთა სინამდვილეში. ეს ორი ხალხი, სპარსელები და მიდიელები არიან თანასწორნი ყველაფერში აბსოლუტურად. არც მეტი, არც ნაკლები. მონა არც ერთი არ არის, ბატონი არც ერთი არ არის, ქმნის ხერხემალს თავისი საომავლო იმპერიის, რომელიც დგას ამ ორ ხალხზე, მიდიელებზე და სპარსელებზე. რომლებიც ერთმანეთის მონათესავენიც არიან, ერთი ხალხია. არიან. ერთი ხალხია რა. უთქვათ ახლა ძალიან გლეხურა, გურულები და იმერლებია რა. ასეა დაახლოებით. ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით ახლა ეს. გეოგრაფია მეტია, რიცხურნება მეტია და ასე შემდეგ. და იწყებს უკვე კიროსი იწყებს დიდ ექსპანსიას. ექსპანსიას იწყებს, ფართოვდება დასავლეთით, აღმოსავლეთით, ასე შემდეგ. იპყრობს, რა ვიცი, ჰირკანიას, არახოსიას, პართიაც დაიმორჩილა. ანუ ჯერ გადმოიბარა მიდიის მემკვიდრეობა და მერე ამას ამატებს რა. ბაქტრია ან ფაქტობრივად ყველა ირანული ყველა აი დღევანდელი ირანი არის და უფრო მეტიც ავღანეთის ჩათვლით და ლამის პაკისტანის ნახევარი ამ პროვინციებს იმორჩილებს ჯერ იწყებს აღმოსავლეთით მერე იწყებს დასავლეთით დასავლეთში გვახსოვს რომ პირობაა დადებული ჯერ კიდევ მისი პაპის მიერ კიაქსარის მიერ შეთანხმება ლიდიასთან საზღვარი გადის დინარე ჰალისზე. მაგრამ ამ დროს ლიდიაში ცხოვრობს ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას ოდიოზური მეფეც, კრეზი. ძველი სამყაროს ისტორიის ცნობილი კაცი არის ეს კრეზი. კრეზოსი. ითვლება რომ ის არის ყველაზე დიდარი კაცი დედამიწაზე. ძალიან დიდძალი ოქრო აქვს, ძალიან დიდძალი ვერცხლი აქვს. კრეზი საერთოდ არის სინონიმი, აი ძველ საბერძნეთში, მაგრამ კრეზივით მდიდარი, ძალიან მდიდარს ნიშნავს. ლიდიის მეფე და აქვს ძლიერი დედაქალაქი, სარდე, სადაც აქვს ეს აჭურჭლები და ინახავს ტონობით ოქროს და ვერცხლს. უმდიდრესი კაცია, ცოტა რაღაცა უცნაური კაციც არის, ვითომ სოლონთან მეგობრობს, სოლონს ხვდება მერე ათენელ თქვათ რეფორმატორზეა საუბარი, თუმცა წლები არ ემთხვევა. რო ავიღოთ ხო ახლა ისტორიული თვალსაზრისით კრეზის და სოლომონის მეგობრობა თითქმის გამორიცხული შეიძლება იყოს. ხო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ და ახან მიდიაში გადატრიალება მოხდა მიდიის სამეფო არ არის, კრეზს გაუჩნდა სურვილი რომ მოდი დავარღვევ რა ამას. ჰალისზე საზღვარი რატო კაბადოკია მაინც ჩვენი უნდა იყოს. ვიღაცა მისი შვილიშვილი ბოდიში და არაკანონიერი შვილიშვილი ავიდა ტახტზე, გაუგებრობა, სპარსელები და მიდიელები ვერ დალაგდებიან ამას იზამენ და დროი ხელთა გადაწყვიტა, რომ კაბადოკია წაართვას, გადმოვიდეს ჰალისზე. და ომს გეგმავს, ყავს ძლიერი კავალერია, ძლიერი არი, მოკავშირეებად ყავს ბერძნები, იონიელი ბერძნები, რომლებიც დამორჩილებული ყავს და გარდა ამისა, მისი მოკავშირეები არიან ეგვიპტელები და ბაბილონელები. კავშირს კრავს მათთან და რაც თავარია, ასევე მისი მოკავშირე არის სპარტა, ძველი სპარტა. სპარტელები, განთქმული თავისი სამხედრო ღირსებებით, ხო?
აკრეზი გეგმავს, მაგრამ ძალიან სრულ მორწმუნე კაცია და აპირებს რომ შეეკითხოს ვინც კი მსოფლიოში ცნობილი მკითხავი არის. მკითხავი როგორც წესი ტაძრებშია. მან დააგზავნა ყველა მიმართულებით ცნობილ ტაძრებში, დააგზავნა თავისი კაცები გააგზავნა ასეთ დავალებით. რომ 100 დღის მერე ახლა რო გახვალთო, რო დატოვებთ სარცო, 100 დღის მერე მიდითო იმ ტაძრებშიო და ორაკულებსო კითხვეთო იმ დღეს მე რას ვშვები, რას ვჭამ საჭმელად, რა კერძს მივირთმეო და თუო სწორათო გამოიცნობენო, ესე იგი იმას უნდა ვკითხო საბოლოოთო და ეს გამოცდა მოაწყო და მარტო გამოიცნო დელფოსის აპოლონის ტაძრის დელფოსის ორაკულმა გამოიცნო იმ დღეს რა სჭამდა კრეზე. ამიტომ დიდძალი ქონება 3000 ხარი დაუკლა დელფოს დიდძალი ოქრო შესწირა. შეკითხვით მე რომ სპარსელებთან დავიწყო ომი რა მოხდება? პასუხი მოდის დელფოდან. კრეზ შენ თუ სპარსელებთან ომს დაიწყებ, შენ დაამხობ დიდ სამეფოს. გაახარებულია ჯგუაზე არ არის. ოღონდ რომელ სამეფოს არ არის დადასტურებული? ეს არ არის დადასტურებული, ხო? ნუ ამან ჩათვალა ახლა ადამიანს რაც უნდა იმას გებულობს, ხო? ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, ისევ ჰალისზე მოხდა ბრძოლა, უფრო ახლოს იმასთან. ანუ აგრესორი ხელშეკრულების დამხობი აღმოჩნდა ლიდია. ხო, მაგრამ ისიც კარგა მომზადებული იყო კიროსი უკვე, მაგრამ ნუ კიროსი თავს იცავს, იმიტომ რომ ჰალისი ამან გადალახა. ბრძოლა მიდის, დამთავრდა ფრედ. კიროს უფრო დიდი ჯარი ყავს, მაგრამ კრეს ყავს ბერძენი მოქირავნეები და უკეთესი იარაღი და საუკეთესო კავალერია ყავს. კიროს უფრო ლაშქარი ყავს ჯერჯერობით, დავარქოთ ასე. პროფესიონალური არმია ჯერ აღმოსავლეთმა ასურელების გარდა სხვა ხალხებს ყავდათ ლაშქრები. ხო? დამთავრდა ფრედ და კრეზმა ჩათვალა რომ ნუ რახან კიროსი ვერ გადმოდის ჰალისზე, ესე იგი შეშინებულია და დაბრუნდა სარდეში. დაბრუნდა სარდეში და ჩათვალა რომ კიროსი ნუ ახლა ვეღარ გაბედავს აქ წამოსვლა და დაასვენა თავისი ჯარი დაშალა და მოკავშირეებს, ბაბილონელებს, ეგვიპტელებს, იონიელებს და სპარტელებს შეუთვალა რომ 6 თვის მერე ჩამოდეთ და ომი უნდა განვაახლო. სამდე ეს ამბავი მოხდებოდა, ესეც უნდა აღვნიშნოთ ჩვენ, იმიტომ რომ მე გამოგვადგება უცებ სამდე ბრძოლა დაიწყებოდა კიროსმა გაუგზავნა იონიელ ბერძნებს, რომელიც ლიდიელებს აყავთ დამორჩილებული, რომ გადმოდით ჩემ მხარეზე. და ერთ-ერთი ქალაქი, რომელმაც კიროს უთხრა, კი, შენ მხარეზე ვიომებთ, ეს ხო ქალაქი მილეტი. დანარჩენები დარჩნენ ერთგული მონობის. მაგრამ როცა ეს კრეზი დაბრუნდა და ეგონა რომ კიროსიც გაბრუნდა, კიროსი გადმოლახა იმ ჰალისი და დაიძრა იმ გლურით მიადგა სარდეს რა. ეს იყო სრული მოულოდნელობა. და იქ მოხდა კიდევ ბრძოლა, რაც სახელდახელოდ რაც შეკრიბა, კერძოდ კავალერია შეკრიბა, კარგი კავალერია ყავდათ ლიდიელებს, მაგრამ იქ არის ასეთი ცნობა, რომ იმ ჰარპაგმა ვინც ტახტზე აიყვანა ლამის კიროსი, მან ურჩია, რომ აი რა უყოთ ამ ლიდიელების კავალერიას. არის ასეთი ცნობა, რომ მან ურჩია, რომ წინა რიგებში დააყენე აქლემებზე ამხედრებული მხედრობა, რატო? იმიტომ რომ ცხენები ვერ იტანენ აქლემის სუნს. არის ასეთი ცნობა და აქლემოსნებით რო შეუტია, დაიშალა იმის კავალერია, ჯარი ჩამოიქცა, აიღო რა ერთი სიტყვით რა, სარდე აიღეს, ალყა იყო იქა. თორცდები 2 კვირა გაგრძელდა, ვერ იღებდნენ, ძლიერ ციხესიმაგრე იყო. უბრალოდ ერთხელ სპარსელებმა დაინახეს, როგორ უნდა ასრულებდნენ. ერთ-ერთ ლიდიელ მეომარს მუზარადი გადმოუვარდა ციხიდან. და ჩამოვიდა იქიდან, რაღაცა უცხო ბილიკით ჩამოვიდა. აიღო ის მუზარდი და იტანა და დაიმახსოვრეს ამათ. ასე შევიდნენ ქალაქში. ნუ კრეზი აიყვანეს ტყვედ. რა თქმა უნდა, მისი უზარმაზარი საჭურჭლები ქონება დარჩა კიროს. ახლა როგორ ექცევა კიროს ერთ-ეს თემა, როგორ ექცევა კიროსი თავის დამარცხებულ მტრებს. იმეგობრა და გვერდში დაიყენა.
არის ასეთი ვერსია, რომ თითქოს ცეცხლში უნდა დაეწო ბერძნები ახლა. ბერძნები ცოტა გაბოროტებულები იყვნენ, სპარსელები არ უყვარდათ, ეს ნაციონალური მტრობა ჰქონდათ ახლა. მე ამაზე ვილაპარაკე, საუკუნეები გაგრძელდა ეს მტრობა. და ბევრ რაღაცებს აბრალებენ. სპარსელებს რა. თუმცა ბევრ ღირსებებზეც ლაპარაკობენ რა. მაგრამ არ არსებობს ახლა ცეცხლში დაეწვა კიროს მეფე და მით უმეტეს ადამიანი და მით უმეტეს სპარსელები ახლა რომლებიც ცეცხლთაყვანის მცემლები იყვნენ ახლა ცეცხლში ადამიანი ცეცხლი იყო წმინდა არ არსებობს რომ ცეცხლში კაცი დაეწვათ ტყუილია ეს დააბრალეს ბერძნებმა გახდა მის მეგობარი და მრჩეველი და არა მარტო მისი არამედ მის მემკვიდრეებისაც მე დიდხანს იცოცხლა კრეზმა ხო ნუ კიროსი არის აზიის მმართველი მაგრამ ორი საკითხი აქვს გადასაწყვეტი ეს არის ბაბილონი და ეს არის ეგვიპტე ბაბილონი და ეგვიპტეს თუ არ მართავ აზიას ვერ მართავ რა მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა ბაბილონი 539 წელს მის მიადგა ბაბილონს. ერთი ვერსია რომ თვითონ არ მონაწილეობდა და მის სარდალი გობრია მონაწილეობდა. იქ ბევრი პერიპეტიებია რა. არის ვარიანტი რომ დიდხანს გაგრძელდა, თქვათ რამოდენიმე წელი გაგრძელდა, რამოდენიმე ლაშქრობა დაჭირდა, დააშრო არხები, რომლითაც გარშემორტყმდა. ბაბილონი იყო ფანტასტიკური, ნომერ პირველი ქალაქი იყო დედამიწაზე. ორმაგი ორი წყების კედლები ქონდა, პირველი წყება თუ არ ვცდები 8 მეტრი იყო სიმაღლეში და 4 მეტრი სისქეში და მეორე წყება იყო თუ არ ვცდები 16 მეტრი იყო სიმაღლეში და 8 მეტრი იყო სისქეში. სასაული საფორტიფიკაციო ნაგებობა, ახლა ბაბილონელები ცნობილი იყვნენ გეომეტრია, მათემატიკა, ასტრონომია, ნუ ახლა პირველები იყვნენ მეცნიერებებში. ბაბილონი იყო პირველ ხარისხი, აუღებელი ციხესიმაგრე. არის ვერსია რომ თვითონ კიროსი არ მონაწილეობდა. მაშინ ბაბილონში არის მეფე არის ნაბონიდი, რომლის შვილსაც ქვია ბალთაზარი. ახლა ბიბლიიდანაც ვიცით, ბიბლიაში ბალთაზარი ითვლება მეფედ, ნაბონიდი ნახსენები არ არის. ბიბლიაში მაგალითად ნახსენები არის, რომ ბალთაზარი არის ნაბუქოდონოსორის შვილი, არ არის მისი შვილი. რაღაცები არ ემთხვევა, მაგრამ მანამდე ამ ნაბონიდს ჰქონდა რაღაცა გაუმართლებელი დრო არა, გაუმართლებელი რელიგიური რეფორმის მცდელობა ჰქონდა ბაბილონიაში და იქ გადაიმტერა, თვითონ ბაბილონელები გადაიმტერა. ყავდა მოწინააღმდეგეებიც, მომხრეებიც, იქ აქადელებთან ჰქონდა პრობლემები, იქ რა ვიცი, რაღაცა ღვთაებები წამოიღო სხვა ქალაქებიდან და კონცენტრირება გაუგება ღმერთები წაართვა ქალაქებს და ბაბილონში მოაგროვა. იმიტომ ღმერთის ქანდაკება ითვლებოდა იმ ქალაქის დამოუკიდებლად, რა ყველა დამოუკიდებელ ქალაქს თავის დამოუკიდებელი ღმერთი ყავდა. აღარ ძალიან მოუმზადებლად შეხვდა, უпроსორად სამხედრო თვალსაზრისით კი იცოდა რომ კიროსთან ომი მოუვიდოდა, მაგრამ თვითონ შიგნით არ იყო შეკრული საზოგადოება. ბაბილონელების დიდ ნაწილს არ უყვარდა ეს ნაბონიდე. არც ის ბალთასარი. ხო ჩვენ გვახსოვს ხო, როცა სპარსელები მიადგნენ ბალთაზარის ნადიმი გვახსოვს ახლა ბიბლიიდან, ხო? მენე თეკელ ფარეს. ნადიმობს ბალთაზარი და უცნობი ხელი კედელზე დააწერს სამ სიტყვას. მენე თეკელ ფარეს. რას ნიშნავს ეს? ბიბლიიდან ვიცი ჩვენ. ეს არის თარგმნოთ ასე. გაზომილია, აწონილია, გაყოფილია. ვერაფრით ვერ გაიგო რა დაიწერა, ამანაც გამოიძახა ესე წინასწარმეტყველებები, მუცლით მეზღაპრეები და მჭყიბავები ვერანაირ ვერ აუხსნა. მერე გამოიძახა დანიელი, წინასწარმეტყველი ებრაელი. იმას კითხა, იმან აუხსნა, რას ნიშნავს? დათვლილია, აწონილია, გაყოფილია. დათვლილია, ანუ შენი სამეფო დათვლილია, აწონილი ხარ და მსუბუქი ხარ ძალიან. არ ახარ მძიმე და გაყოფილია, ანუ სპარსელები და მიდიელები გაგიყოფენ. საბედისწერო სიტყვები იყო ეს. მე ამბობენ რომ აუხთა, ბალთაზარი დაიღუპა ამ ბრძოლაში, უფლისწული. აი ნაბონიდე აიყვანა ტყვედ
და ისიც პატივში ყავდა კიროს. ნუ ამბობენ რომ მე კარმანის სატრაპად გაუშვა, არ ვიცი ახლა ეს რამდენად დასტურდა, მაგრამ არის ერთი ცნობა რომ უკიდურესი აღმოსავლეთის პროვინციაში სატრაპად მმართველად გაუშვა და ასე დაამთავრა ეს ბაბილონის მეფე გახდა. მეფეთ ეკურთხა და ბაბილონელებმა ძალიან პოზიტიურად ერთი ვერსიით არის რომ კარი ებრაელებმა გაუხეს სპარსელებს, იმიტომ რომ ბაბილონის აღება ძალიან რთული იყო. ბაბილონის მეფე ჯერ ცოტა ხანი მისი შვილი კამბისე იყო მეფეთ, მე გადააყენა და თვითონ გახდა ბაბილონის მეფე. კიროსი, ხო. და ბაბილონურ წყაროებში მოხსენიებული არის როგორც მეფე და სხვათა შორის ღმერთი ღვთაება მარდუქის ნებით, ბაბილონის მთავარი ღვთაების, იმიტომ რომ ის აბონი და ცუდად იქცეოდა რელიგიურ საკითხებში და ბაბილონელები თვლიდნენ რომ აი მარდუქი კიროსის მხარეზე იყო და სამართლიან განმანთავისუფლებელი იყო. ასე გამოვიდა. ასაგებია მან აიღო ბაბილონი 39 წელს და უკვე 4 დედაქალაქი აქვს. უпроსორად მე გაჩნდება მე 4 აქვს, მე იყო მე-5 რა. ეს არის პასარგადი, სუზა, ელამის ძველი დედაქალაქი, ეკბატანა მიდიის დედაქალაქი და ბაბილონის დედაქალაქი. 4 დედაქალაქი აქვს ირანს. მე გვიან უკვე დარიოს პირველი პერსეპოლის ააშენებს. ის ემზადება ეგვიპტეში სალაშქროთ, მაგრამ სამდე ეგვიპტეს მოიცლის, აღმოსავლეთი უნდა დაალაგოს რა, აღმოსავლეთ საზღვრები და საერთოდ ტრადიციულად ირანის ისტორია რო აიღოთ, აქილევსის ქუსლი ორს ირანის იყო აღმოსავლეთი. იმიტომ ბუნებრივი საზღვრები იქ არ არის სტეპი, არის ტრამალი, ამ ტრამალებში ასევე მათი მონათესავე ხალხები ცხოვრობენ. ინდოარიულის და ირანული მოდგმის ხალხები ცხოვრობენ, რომლებიც ხედან ცხენებზე, არ აქვთ ქალაქები, არ აქვთ საზღვრები და პერიოდულად შემოიჯრებიან და არბევენ. საზღვარი არ არის, დადგენა შეუძლებელი იყო რა აღმოსავლეთ, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში და გადადო მან ეგვიპტეში ლაშქრობა და გადაწყვიტა რომ ჯერ უნდა მოთოკოს, დაიმორჩილოს და თავის გავლენაში შემოიყვანოს დიდი ირანული მოდგმის ხალხი მასაგეტები. ესე მომთაბარეები არის. სხვათა შორის ახლა უნდა ითქვას უდიდესი პატივისცემა ყაზახებს ჩვენი მხრიდან, დიდი პატივისცემა, მაგრამ ფილმი გადაიღეს ახლა ამ თემაზე. ამ მასაგეტების დედოფალი არის ტომირისა. ტომირისა ყავთ მეთაურად დედოფალი. და ფილმი გადაიღეს ყაზახებმა, სადაც მასაგეტებიც ყაზახები არიან და ტომირისაც ყაზახია. არაფერ შუაში ყაზახები მასაგეტებთან არ არიან. ეს იმას აკავს რა პალესტინელ არაბებს. არავით არის საერთო რომ ფილისტიმელებთან არა. მაგრამ ნუ ახლა თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უკვე ისტორიული ეთიკა აღარ არსებობს, ყველა რაღაცას ისაკუთრებს რა. ისაკუთრებს და გამოუშვა უზარმაზარი თანხები დახარჯეს, საკმაოდ ბიუჯეტური ფილმი გადაიღეს, ეს ტომირისა, სადაც მასაგეტები ვითომ არიან ყაზახები. სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილია და იდეოლოგიზირებული ისტორია მიიღო ახლა მსოფლიოში განათლების პრობლემა არის ზოგადად, თელმა მსოფლიო მიცის, რომ ტომირისა და მასაგეტები იყვნენ ყაზახები, ნაზარბაევის წინაპარი რაღაც. არ აუშვებს. ხო. უარესიც გვინახავს, ხო? ამ მასაგეტებთან წავიდა. ეს არის ირანული ტომი. ირანული ტომი, აღნიშნულ აზიაში ცხოვრობენ და ვერ იმორჩილებს რა. საზღვარი არ არის გამაგრებული და დინარე ამუდარიაზე გადავიდა და მერე მოხდა ბრძოლა, იქ ბევრი ვერსიებია, თითქოს პირველში გაიმარჯვა, მეორეში არა, ვითომ იმათმა ჩასაფრება მოუწეს. ნუ რა მნიშვნელობა და დაიღუპა. კიროსი უშუალოდ ლაშქრობს? უშუალოდ ლაშქრობს და დაიღუპა იქ. კიროსი დაიღუპა. ბრძოლა წააგო, კიროსმა დაიღუპა. არის ასეთი ვერსია არის, რომ თითქოს და თავი მოკვეთეს და ტომირისამ
სისხლით სავსე იმაში, რა ქვია, გუდაში ჩადო ეს თავი და დააძახა, რომ სისხლი გიყვარდა და გაძეხი სისხლი. ეს რა თქმა უნდა არის ტყუილი გამოგონილი, იმიტომ რომ კიროსი ვიცით უკვე დანამდვილებით დაკრძალული იქნა პასარგადში, აკლდამაში, თავიც იქ არის, ტანიც იქ არის და რაც თავარია დადასტურებული ალექსანდრე მაკედონელის მოგვიანებით ორჯერ აქვს ნანახი მისი გვამი. ამიტომ ეს თეორია რომ თავი მოკვეთეს და ეს როგორც ჩანს რაღაცა ლეგენდა არის, მაგრამ ფაქტია რომ დაიღუპა იქ. ახლა დატოვა დიდი მემკვიდრეობა დატოვა რა. კიროსი იყო, მე ერთხელ თქვი კიდევაც რა იყო, მან შექმნა უნივერსალური იმპერია, პირველი მსოფლიოს, აქამდე იყო რეგიონალური იმპერია. ასურეთი, ეგვიპტე, ხეთების იმპერია, მანამდე მითანი, იქეთ ჩინეთში სხვადასხვა დინასტიების მიერ შექმნილი, მაგრამ ჩინეთის საზღვრების მიღმა რო არ გადიოდა. ინდოეთშიც იყო დიდი სახელმწიფოები რაღაცა, მაგრამ ესენი იყვნენ სულ რეგიონალური. კიროსის სპარსეთი, ანუ აქემენიდების დინასტიას აქემენიდები ქვია, ხო, აქემენის დინასტიიდან ქვია. პირველი ვინც იყო, ხო, ანშანის მეფე. აქემენიდების იმპერია არის პირველი მსოფლიო ტირე უნივერსალური იმპერია, გლობალური, თუნდაც დაარქვით გლობალისტური იმპერია. მერე მის მემკვიდრეები ფართოვდებიან და სამ კონტინენტზე ევროპა, აზია, აფრიკა. მაშინდელი კულტურული და ცნობილი სამყაროს სულ ცოტა ნახევარი შედიოდა სპარსეთში. როგორი სახელმწიფო შექმნა? სრული ეთნიკური შემწყნარებლობა, სრული რელიგიური შემწყნარებლობა, რეპრესირებული ხალხების განთავისუფლება. გაანთავისუფლა ებრაელები, გაანთავისუფლა ფინიკიელები. ჩვენ ვიცით, რომ ებრაელების რეპრესია მოაწყო ნაბუქოდონოსორმა, ხო? შუშბაცარი იყო ასეთი კაცი, რომელიც მეფეთაც კი დაუსვა ებრაელებს, რომ დააბრუნა იერუსალიმი. შუშბაცარი. ამბობენ, რომ იყო დავითის ოჯახიდან, ბიბლიური დავითის ოჯახიდან, ახლა. ნუ ამ მეფე შეიძლება ვერ დავარქვათ, მაგრამ ნუ წარმომადგენელი იყო, რომელიც ემორჩილებოდა სპარსელებს, ხო? ფინიკიელები დააბრუნა. სიდონი ქალაქი, რომელიც მანამდე ასურეთის მეფემ ასარხადონმა მოთხარა დააქცია. აკი ბევრჯერ ვთქვით, რომ დაქცევა იცოდნენ რა. როგორც სამარია დააქციეს, ასურელებმა იერუსალიმ დააქციეს, ბაბილონელებმა იქ მიდიას ანადგურებდნენ საშინე გადახნა იცოდნენ ქვეყნის რა, განადგურება, გასწორება მიწასთან. ძალიან სასტიკი იმპერია იყო ეს, ასურეთი და ბაბილონია. ორი იყო, ორბუნებოვანი იყო, ხო? ფინიკიელები დააბრუნა. ახლა ფინიკიელები რატო დააბრუნა? მას ჭირდებოდა ფლოტი. სხვაზე კი გავიდა, მაგრამ ნუ გემები არ აყავს, ამიტომ სპარსული ფლოტი, აი იქ როცა ლიდია დაამარცხა და იქ სხვათა შორის ბერძნებმა, აი მილეტმა რომ მომკავშირეობა გამოუცხადა, ბერძნები მე გამარჯვებულ კიროსთან მივიდნენ და თხოვეს, რომ ის პირობები მაინც დაგვიტოვებო, რაც ლიდიელებთან ჰქონდა. პრინციპში ამან დაუტოვა ეს, მაგრამ მილეტს განსაკუთრებული პატივისცა. იმიტომ რომ მილეტი თავიდანვე მოკავშირე გახდა, მაგრამ ერთი რამ ექნა, ყველა ბერძნულ ქალაქს კედელი დაუნგრია. რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ. ანუ ციხესიმაგრე აღარ იყო ქალაქი. ხო, ციხესიმაგრეები დაუნგრია, კედლები დაუნგრია რა. ხო. ამიტომ შექმნა ფლოტი, ძლიერი ფლოტი შექმნა იონიელ ბერძნებისგან და ფინიკიელებისგან. საინტერესო ეს არის, ხო? ცოლი ყავდა კასანდანა. არისტოკრატის სპარსელი ქალი, შვილები ყავდა 5, რაც ჩვენ ვიცით, ახშილო სხვებიც ყავდა, 2 ბიჭი ყავდა, 3 გოგო. ეს იყო კამბისი ბიჭები, კამბისი, ბარდია. ამ ბარდიას ბერძნების სმერდის ეძახიან. ცოტა გაუგებარია, მაგრამ ნუ ასე ეძახიან. ყავდა ქალიშვილები ატოსა, არტისტონა და როქსანა. მისი როლი
მისი როლი სოფლის ისტორიაში არის უკიდურესად პოზიტიურად შეფასებული. ებრაელებმა ის მაშიახად გამოაცხადეს, იცი შენ. მესიად გამოაცხადეს. კიროსმა ხო დააბრუნა და ტაძრის აშენების უფლება მიცა. მაშიახ რას ნიშნავს? ხო, ბევრი ლავა მესია იძახიან, ბევრმა არც მირონცხებულს ნიშნავს. ღვთისგან, ღმერთისგან მირონცხებულ. აღნიშნეთ, რომ თავად იერუსალიმიც სპარსული იმპერიის ებრაელებმა კიროსი აღიარეს მირონცხებულად. ღვთის კანონით დაფუძნებული მეფე იყო ებრაელებისთვის. უდიდეს პატივს სცემდნენ ბერძნები, ძველი ბერძნები, რომლებსაც სპარსელები არ უყვარდათ. აი თანამედროვეობაშიც კიროსი ძალიან პოპულარული იყო. თომას ჯეფერსონი მაგალითად აღიარებდა, რომ მან შექმნა პირველი იმპერია ადამიანური სახით. სადაც ადამიანს არ კლავენ რელიგიის ვაჭრობა, თავისუფლება, ქალაქებს ავტონომიები დაუტოვეს. სხვათა შორის ორ ხალხს ავტონომია მიცა. ფინიკიელებს და კილიკიელებს. კილიკიელებს რატომ მიცა? კილიკი არ დაუპყრე, კილიკიამ წინასწარ დამორჩილდა. ამიტომ კილიკიას სატრაპი არ დაუსვამს. ავტონომია რას გულისხმობს? საგარეო პოლიტიკის გარდა თავის ჰქონდა ყველაფერი იმას. თვითონ თავისთვის ცხოვრობდა. არც გადასახადს არ ახდენიებდა. ადამიანური სახით, მაგრამ ბენ-გურიონი ისრაელის პრემიერი და დამაარსებელი ის თვლიდა კიროს დიდ კაცად. საერთოდ შეფასებულია როგორც დიდი პოლიტიკოსი, დიდი კაცი, დიდი მოაზროვნე, კეთილი მართველი და დაასაფლავეს პასარგადში, სადაც ძალიან თავდაბალი წარწერა აქვს. ძალიან იმპერატორი იყო სამ კონტინენტზე გადაჭიმული, ხო? ძალიან მარტივად აწერია მის აკლდამას. მე ვარ კურუში, მეფე, ძე აქემენის. მეტი არაფერი არ აწერია. ამიტომ მე მოგვიანებით გვიან უკვე სპარსელებს რო კითხავდი ალექსანდრეს ეპოქაში, ხო, სამი მეფე ყავდათ ახ დიდი გამორჩეული ეს კიროსი, მე მის შვილი კამბისი, ამერ დარიოს დიდი, ხო, ამბობს სპარსელები ასე, კიროსი არის ჩვენი მამა, კამბისი არის ჩვენი ტირანი, დარიოსი არის ჩვენი ბატონი. მამად თვლიდნენ, ხალხთა მამად თვლიდნენ. და როცა დაიღუპა, მთელი იმპერია გლოვობდა. მთელი იმპერია. ისეთი კაცი იყო. ეს არის პირველი ნაწილი ჩვენი ლექციისა, რასაც ქვია, მოგზაურობისა, რასაც ქვია უნივერსალური იმპერია აქემენიდების ირანი. ამის გაგრძელება იქნება უკვე მისი მემკვიდრეობა. ხო. და აქ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ დროების მაყურებლებს, მათ შორის ამ კონკრეტული ლექციის მაყურებლებს, რომ გამოიწერონ დროების გვერდი, გააზიარონ, მიცენ შესაძლებლობა, რაც შეიძლება უფრო ფართო სპექტრს, ქართულენოვანი მსმენელის და მაყურებლის მიიღონ, გაიზიარონ ეს კონტენტი, შესაბამისად შეივსონ და კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა ისტორიას. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდეგ გადაცემაში, რომელიც იქნება ამ ლექციის გაგრძელება, ანუ კიროსის მემკვიდრეობა ძველი ირანი.